სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი გილოცავთ ღვთისმშობლობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენთვის ქართველი ხალხისათვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოვიდა განგებით ღვთისათა ღვთის გარეშე ღვთის განგების გარეშე არაფერი არ ხდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო რომ გამხდარიყო ყოფილიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა უნდა მოსულიყო რომ პატრონი ყოფილიყო საქართველოსი და საქართველო ყოფილიყო წილხედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა თქვენ გახსოვთ ბიბლიიდან წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი შენ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში როცა მე შენ გიცნობდი ასე რომ ეს მარტო წინასწარმეტყველს არ ეხება ეს ეხება ყოველ ჩვენთაგანს ყოველ ჩვენთაგანს იცნობს უფალი იცის რისთვის უნდა მოიდეს და რა ბედი ექნება მას უფალი ხედავს მომავალს ისე როგორც წარსულს აი ამიტომ ჩვენ შევთხოვთ უფალს რომ ღვთის განგებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დედამ არ აიღოს ხელი ჩვენი ცოდვებისაგან დაღლოსოთ ღმერთმა ჩვენთან არს ღმერთი 12 საათზე იქნება აღმართვა ჯვარისა მახათას მთაზე ტაძარზე ისაც გახსოვთ საშუალება დაესწარით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა მოხდა სრულებით განსაკუთრებულ ვითარებაში. მისი მშობლები იოაკიმე და ანა იყვნენ უაღრესად წესიერი, უაღრესად მორწმუნე ადამიანები და უაღრესად ღირსეული ადამიანები და მიუხედავად ამისა გადიოდა წლები და მათ არ ეძლეოდა შვილი. ძველ აღთქმაში სანამ იესო ქრისტე მოევლინებოდა ქვეყანას ადამიანებს სჯეროდათ ჟულის მიხედვით ესე თვლიდნენ რომ თუ ადამიანს თუ მშობლებს ცოლ-ქმარს არ ეძლევა შვილი ეს არის რაიმე მძიმე ცოდვის შედეგი და ყველა მიცოდა რომ ეს არის სასჯელი და მრავალი წელი და შეიძლება ითქვას მრავალი ათწეული იტანჯებოდნენ იოაკიმე და ანა უშვილობით გარდა იმისა რომ მათ უნდოდათ რა თქმა უნდა რომ ყოლოდა შვილი როგორც ყველა მშობელს უნდა რომ ყავდეს შვილი გარდა ამისა მათ სულ ჰქონდათ ეს ეჭვი რატომ არის რომ ისინი უშვილოდ არიან და აი ისტორია განმეორდა იმიტომ რომ ეს ერთხელ უკვე მოხდა ისტორიაში როდესაც აბრაამს და სარას დიდხანს არ ეძლეოდა შვილი
და ყველაფერი ისე იყო ამ შემთხვევაში, როგორც აბრაამისა და სარას შემთხვევაში. და მიზეზი ამისი ყველაფრის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ქრისტიანი ეცნობოდეს საღვთო წერილს და ფიქრობდეს და კითხულობდეს წმინდა მამებთან ამის განმარტებას, რატო ხდება ეს მოვლენები ასეთნაირად. რატო იყო აუცილებელი, რომ აბრაამს ამდენ არ ყოლოდა შვილი და მხოლოდ მაშინ, როდესაც სარა 90 წლის იყო, მაშინ გაჩენოდა მას პირმშო. და რატო იყო აუცილებელი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც აი ასეთ ვითარებაში დაბადებულიყო. და რა კავშირი აქვს ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან. აბრაამის შვილი და შემდეგ ამ შვილის მსხვერპლად შეწირვა, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი ცენტრალური მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში, ასევე მოასწავებდა იესო ქრისტეს მსხვერპლად შეწირვას. აბრაამი იყო ის ერთადერთი ადამიანი ძველ აღთქმაში, რომელსაც უფალმა უწოდა თავისი მეგობარი. მოგვიანებით იესო ქრისტემ უწოდა თავის მოციქულებს მეგობრები. და მანამდე აბრაამი იყო ერთადერთი ადამიანი. რატომ? იმიტომ რომ მან გააკეთა ის და მოასწავა თავისი საქციელით ის, რაც შემდეგ უფალმა გაიღო მსხვერპლად კაცობრიობისათვის. აბრაამმა თავისი ერთადერთი შვილი შესწირა მსხვერპლად უფალს. და ზუსტად ასევე ღმერთმა თავის ერთადერთი მხოლოდ ჩობილი ძე მოავლინა ქვეყნიერებაზე, რომელიც შეიწირა ჩვენი ცოდვებისათვის და ჩვენ გამოსახსნელად. და ეს ერთადერთი ძე იშვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისაგან. მარიამისაგან, რომელიც ასევე მრავალი ათეული წელი სანატრელი შვილი იყო. იოაკიმემ და ანამ მოსცეს ქვეყნიერებას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი, რომელმაც დასაბამი დაუდო კაცობრიობის გამოხსნას, ისევე როგორც აბრაამმა მოსცა კაცობრიობას თავისი შვილი ისააკი, რომელმაც წინასწარ მოასწავა ქრისტეს განკაცება და ჯვარცმა. და აი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იშვა და საოცარი სიხარული მოუტანა უპირველეს ყოვლისა თავის მშობლებს, რომლებსაც უკვე თითქმის აღარ ჰქონდათ იმედი, მაგრამ ერთადერთი რაც მათ აცოცხლებდათ, ეს იყო სასოება ღვთისადმი. ეს იყო საოცარი ღრმა რწმენის გამოვლინება, ისეთივე რწმენის, როგორიც ჰქონდა აბრაამს, რომელსაც შეერაცხა, როგორც მოციქული იაკობი ამბობს, აბრაამს რწმენა შეერაცხა სიმართლეთ და ასევე იოაკიმეს და ანას რწმენა შეერაცხათ სიმართლეთ. და მათ მრავალი ტანჯვის, მრავალი წუხილის, მრავალი დაცინვის ბოლოს იმ წელს, როცა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დაიბადა, როდესაც იოაკიმე მივიდა ტრადიციულად ტაძარში, რომ მსხვერპლი შეეწირა, მღვდელმთავარმა იგი ტაძრიდან გამოაღვდა და მისი მსხვერპლი არ მიიღო. იმიტომ რომ უთხრა, რომ შენ რადგან არ აქვს შვილი, ეს იმას ნიშნავს, რომ გაქვს ჩადენილი ცოდვა. და იოაკიმემ გადაწყვიტა, რომ სახში არ დაბრუნებულიყო. წასულიყო უდაბნოში და თავის ცხოვრება გაეტარებინა იქ ცხოვრების დანარჩენი. ასევე იტანჯებოდა წმინდა ანა. და აი ერთდროულად იოაკიმესა და ერთდროულად ანასთან ერთად სხვადასხვა ადგილას მათ ჰქონდათ გამოცხადება. გაბრიელ მთავარანგელოზმა ახარა რომ მათ ეყოლებოდა შვილი, გაბრიელ მთავარანგელოზმა, რომელსაც მოგვიანებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ახარა რომ მისგან იშვებოდა ხსნელი სოფლის. და აი დაიბადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და აი თითქოს ღამეში გამოფწყინდა მზე. ეს იყო მზე, რომელიც ჯერ კიდევ ღამეში გამოფწყინდა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ იყო მოვლინებული ქრისტე, მაგრამ უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო წინასწარი პირობა იმისა, რომ სულ მალე რამდენიმე წლის შემდეგ უფალი ჩვენი იესო ქრისტე მოევლინებოდა ქვეყნიერებას. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღეს და შევევედროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ გამოგვიბწყინოს კიდევ ერთხელ ნათელი, ზე და იმედი სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.